სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოფელ რაჭის-უბანში მდებარე მემორიალთან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემა და სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა სერჟანტმა პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულია, ჯვრისძალა და მადლი შეეწიო სრულიად საქართველოს და ამავდროულად ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს ჩვენი უახლოესი წარსულის ერთ ტრაგიკული კუთხის გახსენება. სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა და დღეს ჩვენ მადლიერებით ვიხსენებთ ბრძოლის ველზე დაღუპული ჩვენი მამულიშვილების სულებს. ავალვინეთ პანაშვიდი და როგორც ვიცით ბოლნისიდან არაერთი ვაშკაცი, ღირსეული ჩვენი თანამემამულე შეეწირა სამშობლოს დაცვას აფხაზეთში. ერთმა აცხონოს მათი სულები და მადლობას უხდით მათ ამ დიდი თავგანწირვისათვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი ამაგი არ ჩაივლის უკვალოდ და მალე გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოში აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით ჩვენ მალევე დღეს ასაულებთ. ბოლნისმა თავისი წვლილი გაიღო ამ დიდ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ შევთხოვთ უფალს, რომ მათი სახელები უკდავი ყოფილიყოს ამ ქვეყანაზე და იმ ქვეყნად მათი მარადიული ხსოვნა. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი გვირები და ღმერთმა დაალოცოს სრულიად საქართველო. ამინ. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემებით შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10,000-დან 30,000-მდე ადამიანი, ხოლო 300,000-ზე მეტი იძულებით იქცა დევნილად. დღეს ჯვართამაღლების დღეს სიმბოლურად ჯვარს ეცვენ ჩვენი გვირები საქართველოს ერთიანობისთვის, თლიანობისთვის და სარწმუნოებისთვის. ჩვენი ვალია რომ არ დავივიწყოთ და გავიხსენოთ ყოველთვის მათი ბრძოლა, მათი თავგანწირვა. ღმერთმა ქნას ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს ერთობით და მშვიდობით. 32 წლის შემდეგაც ეს დღე გვავალდებულებს, რომ გმირების მიერ გაღებული მსხვერპლი არ დავივიწყოთ და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ერთიანობის, სიმამაცისა და სამშობლოს სიყვარულის უდიდესი მაგალითი.